ეს არის ძე, რომელიც ნაუფალმა. ეს არ არის ის, რაც ადამიანმა მოიგონა, ეს არის რაც ღმერთმა მოიგონა, რაც ღმერთმა აღასრულა. მე ბევრანაირ დასრულებს, ეხლა ხამია, აი გავა რამდენიმე საათი და საოცარი რამე მოხდება, გათენდება. და ეს ამა ჩვენი ჩვეულებრივად, რომ ეს არის სასწაული. და ეს სასწაული ყოველთვის ხდება. და მადლობა ღმერთს, აი გამოსმართლებს რო გავდო, ჩვენ სიცოცხლე გამოდის. და მე მაგნაც რომ ჩვენგანაც გამოვიდეს ძალიან დიდი სიცოცხლე. ქართველთა სიტყვა სიცოცხლე, ეს არის ფუძე არის ისი ცეცხლი. და ჩვენ ადამიანებს ცეცხლი უნდა გქონდეს გულში. და უნდა ვიცოცხლო. უნდა იცოცხლო შენ ისე უნდა იცოცხლო, როგორც ეს ღმერთს მოეწონებოდა. როგორც ეს შენ ყველა შენს მოყვარეს მოეწონება. ჩვენი სარწმუნოება არასდროს არავითარ არ იყო დამოკიდებული. ჩვენი გული აღმოაცენებდა სიყვარულს ღვთისას. აი წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ერთხელ საბერძნეთის პატრიარქს ესეთი რამე უთხრა. პატრიარქმა საბერძნეთის რამ არ იცოდა, რომ ქართველები რამდენად კონკურსის მატარებელი ვიყავთ. და მე მეუბნება, რომ ჩვენ მას შემდგომ რაც მესია გამოჩნდა, ჩვენის მივიდეთ. ჩვენ დღესაც მისი მადიდებელი ვართ და ჩვენ მას განვადიდებთ ვიდრე მეორედ მოსვლამდე, თუ ღმერთს ეს უნდა. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს გული გვაქვს, ჩვენ ეს გენეტიკა გვაქვს და ჩვენ ამას ვიცავთ. ათასწლეულებია, ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვაქმნევინა ეს. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ჩვენ გვიყვარს უფალი. ჩვენ შეიძლება არ ვიცხოვროთ ეკლესიურად, შეიძლება ცნებებიც არ დავიცვათ, მაგრამ ღმერთი გვიყვარს. და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ეს ღმერთის სიყვარული საქმეში გადავზარდოს. და ღმერთმა ვახაროს ორ სამსოფელს საშინა, რომ ჩვენი მიზანი მარტო ამ ქვეყანაზე ბედნიერი ცხოვრება კი არ უნდა იყოს, მარადიული ცხოვრება უნდა იყოს. მრწამსი ჩვენი ესე მთავრდება, მოველი აღდგომასი ყდრეთი და ცხოვრებას მომავალ საუკუნეში. ამ ქვეყანაზე დაწყებული ცხოვრება მარადიულად გრძელდება. ოღონდ როგორ ამას ჩვენ წყვიტავთ.